ესაა ჩემი უბანი, ესაა ჩემი ქალაქი. აქ არის მართვის მოწმობების გაცემის ადგილი და ამ ადგილზე ჩამოდის თითქმის ნახევარი დასავლეთი. დაახლოებით 1 თვეა რაც ჩამოსული ვარ საქართველოში. და ეს მდგომარეობა, რასაც აქ ხედავთ, არის უცვლელი. ამას ვინც ისე გაიგებთ, რომ აი შეხედეთ მე რა მაგარი ბიჭი ვარ, რას ვაკეთებ. მე კომენტარს არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა. აქ ძალიან ბევრი დაწესებულება არის. არის მაღაზიები, აფთიაქები და ასე შემდეგ და ეს გოგოები ალაგებენ, ასუფთავებენ, მაგრამ აქ ყოველ დღე ათასობით ადამიანი შეიძლება მოვიდეს და უბრალოდ სამსახურები აქვს ამ გოგოებს და ყოველ წუთში ისინი აქ ვერ გამოვლენ. ჩვენი კულტურა არის. მე ასე ვფიქრობ და მგონია, რომ ის სუფთავი და სილამაზე რაც შეიძლება ქუთაისში, მოსაცდელზე იყოს, ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ვალია. მე აქ ვცხოვრობ. აი ამ შენობების უკან, პირველ კორპუსში. ეს იყო სულ ჩვენი ნაგავი, ერთი ცელოფანი ნაგავი. აქ რასაც ხედავთ და ანუ რაც არის ამ ვიდეოში მოცემული, ესენი კერძო საკუთრებებია, მაგრამ ეხლა მე არც ერთ მათგანს საერთოდ არ ვიცნობ. ჯერ თუნდაც მარტო იმიტომ, რომ 8 წელიწადია საქართველოში ყოფილვარ, დროებით ვარ ჩამოსული, მეც მე ახლა მიცნობ ყველა მიცით და ეს ადამიანები ჯერ ერთი საერთოდ არაფერი შუაში არ არიან. იმიტომ რომ მე ვიცი რომ როგორც ავღნიშნე, აქ დგანან რიგითი მოქალაქეები, აქ ჩემი ახლობლები, თქვენი ახლობლები, ჩვენი ოჯახის წევრები და ეს არის ჩვენი სულ ყველას დანაშაული. მე ასე ვფიქრობ და მგონია. და პლუს ვინც ამ ვიდეოს რაღაცა პოლიტიკურ ნიშანს მიაკრავთ, მაპატიეთ, მაგრამ შესაბამის რეაგირებას მოვახდენ, იმიტომ რომ ჩემი განზრახვა სულ სხვა არის და აღვნიშნე კიდევაც ჩემს ვიდეოში, რომ თუ ვინმე ამას ესე გაიგებთ, რომ ვაიმე შეხედეთ მე რა მაგარი ბიჭი ვარ, რა გავაკეთე. მერტმა გაგიმარჯვეთ. აი მე ვცხოვრობ ამ კორპუსში. როგორც ჩემი სახლე მინდა იყოს სუფთა, აქ მომავალი, ჩემი სტუმარი, როდესაც დადგება გაჩერებაზე, მე არ მინდა რომ ის ნაგავში იდგეს. სიყვარულით და თქვენი პატივისცემით დამე